შემოძვირფასებო, მე უკვე ვნახე ეს ბინა. შეიძლება ეს არ არის ძალიან მდიდრული სახლი და ბინა, მაგრამ ეს არის თქვენი ბინა. თქვენი ოჯახის ბინა, რომელიც იქნება თქვენი მანამ სანამ არ დაბრუნდებით აფხაზეთში და იმის შემდეგაც ეს ბინაც გექნებათ და მე დარწმუნებულია ჩვენ ყველა დაბრუნდებით ჩვენ სახლებში, ჩვენ ბინებში, ჩვენ საცხოვრებელში. მე მინდა ვთქვა, რომ 4500 ადამიანი გადმოვიდა აქ, პრაქტიკულად შეიქმნა ახალი დასახლება. 2007-ში მე ნახე, შემოვიარე წყალტუბოს სანატორიუმები. შევედი, გავაღე ძალიან ბევრი პალატის კარები, შევედი ოჯახებში, ძალიან მძიმე და დამდგომელი შაბეჭდება შემექმნა. მაშინ მართლა გამოვიდი უკიდურესად ცუდ ხასიათზე და თქვი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ სახლებში. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი ცხოვრების თავი ამოცანა. მაგრამ რა თქმა უნდა არ შეიძლება არც ერთი დღე დაყონება და ეს პირობები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ეს ცხოვრება უნდა იყოს უკეთესობისკენ გამოცვლილი და უყურებელი და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მე მინდა ევროკავშირს უთხრა დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ერთად გავაკეთეთ ეს სახლები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი. ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ, რომ უნდა ყოფილიყო ეს პროექტი ფოთში და მე სრულიად შეგნებულად გადავწყვიტე, იმიტომ რომ ფოთში არის პერსპექტივა, რომ თითოეული თქვენგანი იყოს დასაქმებული. რა თქმა უნდა, აქ არის საწარმოები, რომელიც იხსნება, ზოგჯერ ვიღაცა მცირდება, ზოგჯერ ვიღაცა იცვლება, რესტრუქტურიზაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი იხსნება, ვიდრე იხურება, უფრო მეტი ხალხს იყვარდნენ, ვიდრე უშვებენ და საბოლოო ჯამში პერსპექტივა ფოთისა ეს უნდა იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი. ეს არის ქალაქი, სადაც არის ზღვისპირეთი, სადაც არის უმნიშვნელოვანესი პორტი საქართველოსი, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურული ცენტრები, სადაც არის განათლების კარგი სკოლის ცენტრები და სკოლები. აქვე არის გვერდზე აჭარა, აქვე არის გვერდზე ანაკლია, აქვე არის გვერდზე ქუთაისი ჩვენი საპარლამენტო დედაქალაქი, რაც თავარია აქვე არის გვერდზე ჩვენი აფხაზეთი. და მე მინდა თითოეულ თქვენგანს გითხრათ, რომ ეს არის პერსპექტივა, რომ არა მხოლოდ სახლი გქონდეს, გათბობა გქონდეს, წყალი გქონდეს, ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ დილას როცა გაიღვიძებთ, უნდა გქონდეთ სადღაც წასასვლელი, რომ ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ეს არის მთავარი. ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს პერსპექტივა, რომ აქ უბრალოდ ჭერქვე 4 კედელს შორის კი არა ვართ. არამედ გვაქვს სადღაც გასასვლელი, შეგვიძლია გავიდეთ და შეგვიძლია ჩვენ თავს მივხედოთ. შეგვიძლია ჩვენ შვილებს უფრო მეტი მივცეთ, ვიდრე თქვა სახელმწიფო დახმარება, ან თქვა ელემენტარული სოციალური რაღაცა, მინიმალური რაღაცა ხელგამართვა. და ეს არის თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი ხალხი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსეთმა იცოდა ზუსტად სად გვირწყავდა. რუსეთმა როცა აფხაზეთში დაგვარტყა პირველმა, ეს იყო რომ დაარტყა საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ, ყველაზე განათლებულ იმ დროისთვის, ყველაზე წელში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნაწილს ჩვენი საზოგადოების. ვატიკანის არქივიდან ამოვიღეთ წერილები. ყოველი მეფე ლამის საქართველოს 5 და 6 წერილს წერს რომის პაპს. ერთ-ერთი მეფე ქართველი წერს რომის პაპს. ჩვენ ვართ ესეთი და ესეთი ქრისტიანი მოძმეები, თქვენ ძლიერები ხართ ევროპაში. იქნებ ჩამოდით, დაგვეხმარეთ საქართველოს საფრთხეშია და მერე ხელს აწერს. ამადან ვილაიეთის უფროსი თავის ისე რეალურად ხელს აწერს, როგორც დამონებული ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. და დღეს ამ ერთი კვირის წინ თბილისში იყო ჩამოსული და მე მინდა უბრალოდ ეს გავიაზროთ ეს მოვლენა. თქვენ გახსოვთ მუხრა მაჭავარიანის ლექსი. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-დან ალოდინეს და მე-14 კაცად მიიღეს. ერთი კვირის წინ დღევანდელი დროის ლუდოვიკო მე-14 ჩამოვიდა და თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოგვარდა და შემოგფიცა მეგობრობა, ხარდაჭერა და თანადგომა. აი ეს არის განსხვავება დამონებულ წელში გატეხილ და გაუბედურებულ ქვეყანას შორის და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც აქ პერსპექტივა არასდროს ასე ახლო არ ყოფილვართ ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევასთან. არასდროს ასე არ ყოფილვართ ნატოსთან, არასდროს ასე არ ყოფილვართ ევროკავშირისგან, არასდროს ასეთი ცოტა შანსი არ ყოლია ჩვენ დამყრობას, მიუხედავად რომ ბოგინობს ჩვენ მიწაზე, მიუხედავად რომ თქვენ არ გიშოთ თქვენ სახლებში, მიუხედავად იმისა რომ კვილებს აღჭიერებს და მუდმივ პროვოკაციებს გვიწყობს ქვეყნის შიგნით და გარეთ,
არასდროს ასე არ ქონია მას იმედი დაკარგული საქართველოს კონტროლის აღდგენის და ესე იგი შესაბამისად აფხაზეთის ჩვენი უწმინდათა წმინდა მიწის შენარჩუნების. სანამ თითოეული თქვენგანი არის დევნილი, ყველა ქართველი პატრიოტი საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ ჩემი ჩათვლით. ყველა ქართველი ჩავს იგზნობს დევნილად. მე ვარ დევნილი, მანამ სანამ ჩვენი მიწა არ დაბრუნებულა. მაგრამ მე იმის გამო რომ ვარ დევნილი, ყველაზე კარგად მესმის, რას ნიშნავს, რომ ადამიანო პირობები უნდა გქონდეთ იმ ხალხს, ვინც ყველაზე მეტად ამას იმსახურებს და ვინც ყველაზე მეტად დაიჩაგრა გასულ წლებში. ჩვენ ყველანი ვართ თქვენ წინაშე ვალში. ეს არის პატარა გადახდა ამ ვალის, რომელიც ჩვენ გვაგვაჩნია თქვენ წინაშე. ჩვენ ევროპელ მეგობრებთან ერთად მართლა კარგი პროგრამაა და სოციალურად ძალიან გამართლებული. მაგრამ თავარი ამ ვალის გადახდა და თავარი ჩვენი არსებობის გამართლება იქნება ის, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავწყვეტოთ ჩვენი საკითხები. და ბოლოს მე მინდა გითხრათ ბავშვებს მიმართო აქ. საქართველოს თნიანად გვეკუთვნის ყველა ჩვენგანს, მთელი საქართველო. ყველგან ჩვენ ვართ სახლში. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ 93-14 წლებში ზოგიერთ თქვენგანმა განიცადა დიდი უსამართლობაც, იმიტომ რომ როცა წამოხვედით, მე გამიგონია თვითონ რომ რას მორბოდით, რომ მორბოდით, რადგან გამოგაქციეთ, მე კარგად გამიგონია, როგორ მაშინდელ უყუმარ წყობის საქართველოში და უყუმარ მენტალიტეტის და ძალიან ცუდი თავრობის, როგორ იყო დამცირება დევნილების, როგორ ვახსენებდნენ სკოლაში, როცა მივიდოდა დევნილი ბავშვი, ის დევნილი იყო, მუდმივად ახსენებდნენ. როგორ ახსენებდნენ ადამიანს, რომელიც რაღაც 2 კაპიკს შოულდა ჯიხურში ვაჭრობით, რომ ის დევნილი იყო. როგორ დასცინოდა ზოგიერთი თქვენ აქცენტს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იმაჩნია ყველაზე მაგარი ქართული სწორად თქვენს ლაპარაკობს, სოხუმური ქართული ჩემთვის არის ყველაზე მაგარი ქართული საერთოდ რაც არსებობს. და მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი. მაგრამ მოდით ეხლა ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარსულში, იმიტომ რომ ეს არის ახალი საქართველო, სადაც ვერავინ ვეღარ დაამცირებს, ვერავინ ვეღარ შეურაცხყოფს, ვერავინ ზემოდან ქვემოთ ვეღარ გადახედავს, ვერავინ ვერასდროს ვერ წამოგაძახებს, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, იმიტომ რომ მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ თქვენ ყველაზე მეტს იმსახურებთ საქართველოში, ყველაზე მეტი გეკუთვით, ყველაზე მეტი დაკარგეთ და ყველაზე მეტი უნდა მიიღოთ, ამიტომ მომავალში.